ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის რეალის წინააღმდეგ. იტალიას მიქაუტაძეს სურს, რომას მთავარი პრიორიტეტი ქართველია. როგორ გამოეხმაურა ლეგენდარული კრიშტიანო რონალდუ თანამემამულის დიოგო ჟოტას ტრაგიკულ გარდაცვალებას. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. სამწუხაროდ ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენში 75%-ს არხი გამოწერილი არ გაქვთ. არ დაიზაროთ, რადგან ამით ძალიან დამეხმარებით არხის გაზრდაში. ასევე ჩვენი მიზანია ავიდეთ 1500 ლაიქზე. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი დავიწყოთ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში PSG-მ ატლანტაში Mercedes-Benz-ზე მიუნხენის Bayern-ს 2-0 მოუგო და ნახევარფინალშიც გავიდა. ანგარიში 78 წუთზე დუემ გახსნა. 93 წუთზე მსაჯმა მოედნიდან პაჩო გააძევა. მეორე დამატებულ წუთზე ლუკას ერნანდესი. 9 ფეხბურთელით დარჩენილმა პარიზულმა გუნდმა მე-7 დამატებულ წუთზე შეაგდო. ჰაკიმის საგოლე პასით დემბელემ მაჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მაჩის შემდეგ PSG-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დაზნთან ისაუბრა. დიდებული ოპონენტის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელმაც სირთულეები შეგვიქმნა, შედეგით ბედნიერები ვართ. ამაყი ვარ, მხარს ბევრი გულშემატკივარი გვიჭერდა. გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურს. რთულია, როცა მაჩის მიწურულს თავს ერთი ფეხბურთელით ნაკლებით იცავ. Bayern-მა ძალიან კარგად ითამაშა, გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ. მსაჯობა? არაფრის თქმა მსურს, მაგრამ პირველი გაძევებისას უცნაური გრძნობა იყო. ვფიქრობ, წითელი ბარათი ნამდვილად იყო, მაგრამ მეორე გაძევების ეპიზოდზე იგივეს ვერ ვიტყვი. არ ვარ დარწმუნებული, რომ წითელი ბარათი ნამდვილად იყო. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა მადრიდის რეალმა ნიკო კოვაჩის დორტმუნდს 3-2 მოუგო და ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ს დაუპირისპირდება. ანგარიში მე-10 წუთზე 21 წლის გონსალო გარსიამ გახსნა. საგოლე პასი არდა გიულერის ანგარიშია. მეორე გოლისას მარჯვენა ფლანგზე ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა იაქტიურა. მისი გადაცემისას რიკოშეტი იყო, საჯარიმოში ყველას ფრან გარსიამ აჯობა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. მეორე ტაიმის მე-3 დამატებულ წუთზე მაქსიმილიან ბაიერმა ანგარიში შეამცირა. ერთ წუთში გიულერის პასით მბაპემ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. მე-5 დამატებულ წუთზე რეალი 10 ფეხბურთელით დარჩა. მსაჯმა მოედნიდან ჰუისენი გააძევა. მე-8 დამატებულ წუთზე გირასიმ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა და მაჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა 3-2. ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის რეალის წინააღმდეგ კარიერაში მე-3 ვიხილავთ. ნაპოლიში ყოფნისას ჩემპიონთა ლიგაზე სამეფო კლუბის წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა. ორივე მატჩი ქართველი ფეხბურთელის გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 5-ვე მატჩი სასტარტოდან დაიწყო. მის აქტივში 2 საგოლე პასი და 1 გოლია. სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ დორტმუნდის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. თამაშს მე-80 წუთამდე ვაკონტროლებდით. ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ იყო. ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში, მაგალითად პენალტის შემთხვევაში. კარგია, რომ ნახევარფინალში ვართ. ახლა ნახევარფინალის მოგების დრო არის. ვიზრდებით და ვითარდებით. შემდეგი მეტოქე პარი სენ-ჟერმენია. გუნდის ტემპით კმაყოფილი ვარ. ჩუამენიმ ძალიან კარგად ითამაშა. პირველ 20 წუთში საკმაოდ ინტენსიურად ვუტევდით და ბურთს ვაკონტროლებდით. შემდეგ კი რაღაცეები შეიცვალა. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ. ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და კონტროლი დაგვიბრუნდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა. PSG ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება. საინტერესო ცნობები იტალიიდან. რომა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. La Gazzetta dello Sportის ინფორმაციით ლიონი მოთამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. ჯალოროსის სატრანსფერო თანხის 18 მილიონამდე შემცირება სურს, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი დაემატება. ამ ეტაპზე ამ ვარიანტთან დაკავშირებით ლიონის პოზიცია უცნობია. თურქული მედიის ცნობით გალათასარაის მთავარ მწვრთნელს ოკან ბურუქს მიქაუტაძის დამატება სურს, თუმცა გუნდი ქართველის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ გუნდს ბარის ალპერ ილმაზი დატოვებს. ამ ეტაპზე თურქული კლუბი მიქაუტაძის გარშემო არსებულ ვითარებას სწავლობს და ილმაზის წასვლის შემთხვევაში ქართველის შეძენას შეეცდება. ფეხბურთელის გალათასარაიში გადაბირების შანსი მცირეა, რადგან ფეხბურთელს ტოპ 5 ლიგაში თამაშის რამოდენიმე ვარიანტი აქვს. ყველაზე მეტად რომა აქტიურობს. ინტერეს ინგლისის პრემიერ ლიგის სანდერლენდიც იჩენს. შეგახსენებთ, ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს.
კლუბმა საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ფინანსური ზედამხედველის მოთხოვნები არ შეასრულა და ვალი, რომელიც 175 მილიონ ევროს შეადგენს, ვერ დაფარა. მიქაუტაძემ, რომლის ღირებულება ტრანსფერმარკეტის მონაცემით 22 მილიონი ევროა, გასულ სეზონში ლიონში 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა. საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამით 11-ს შეადგენს. განსაკუთრებით შედეგიანი სეზონის მეორე ნახევარი იყო, როცა ლიგა 1-ის 7 მატჩიან მონაკვეთში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ლიონთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრისტიანო რონალდო თავისი თანამემამულის დიოგო ჟოტას ტრაგიკულად გარდაცვალებას გამოეხმაურა. უბრალოდ წარმოუდგენელია. სულ ახლახან ვიყავით ერთად პორტუგალიის ნაკრებში. სულ ახლახან გქონდა ქორწილი. უსამძიმრებ შენ ოჯახს, მეუღლესა და შვილებს. გამძლეობას ვუსურვებ. ვიცი რომ ყოველთვის მათთან ერთად იქნები. მშვიდობით განისვენეთ დიოგო და ანდრე. ყველას მოგვენატრებით. წერს რონალდო სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ლივერპულის პორტუგალიელი შემტევი დიოგო ჟოტა და მისი ძმა ანდრე ესპანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. მათი ლამბორგინი გზიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ძალიან სამწუხარო ამბავია, რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი გვტოვებს. ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა. თქვენ კი ფრთხილად იარეთ. MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი მონტრეალს ესტუმრა და 4-1 გაანადგურა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა, რომელმაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ანგარიში მეორე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი ოუსომ გამოიჩინა. 33 წუთზე ალენდემ მესის პასი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. მე-40 წუთზე თავად ლეომ გაისროლა და დევიდ ბექემის გუნდი წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე სეგოვიამ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო საბოლოო წერტილი ზუსტად 2 წუთში მესიმ დასვა. ამ გამარჯვების შემდეგ ინტერ მაიამის 32 ქულა დაუგრავდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება მესის, ის MLS-ში 12 გოლსა და 8 საგოლე გადაცემას ითვლის. ის ამ შედეგით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა და ლიდერ სარჯის 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში ინტერ მაიამი ნიუ ინგლანდს შეხვდება. ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. თუ გსურთ, რომ მეტი საინტერესო ვიდეო გამოვიდეს ქართველ და უცხოელ ფეხბურთელებზე, მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და კომენტარებში იაქტიურე. შენგან მეტი არაფერია საჭირო. მადლობა, რომ ჩვენთან იყავით. მე კი გემშვიდობებით და აბა, წარმატებები.